ბერლინში უამრავი ცნობილი ადგილი არსებობს და ერთ-ერთია ფარიზა პლაცი. აქ უამრავი ადამიანი მოძრაობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ადგილებიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში ფარიზა პლაცის 7 ნომერში ცხოვრობდა ქალი, რომლის ისტორიაც მე-20 საუკუნის გერმანიის ისტორიას გვიყვება. მისი სახელი იყო მართა ლიბერმანი. ის ცნობილი გერმანელი მხატვრის, მაქს ლიბერმანის მეუღლე იყო. ლიბერმანი გერმანული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ, გერმანული იმპრესიონიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. პრუსიის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი, ადამიანი, რომლის ნამუშევრებიც დღესაც გერმანიის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და მათი სახლი კი ბერლინის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ ცენტრად ითვლებოდა. მაგრამ 1933 წელს ყველაფერი შეიცვალა. ადამიანთა წარმომავლობა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე მათი პატრიოტიზმი და ნამოღვაწარი. მაქს ლიბერმანი 1935 წელს გარდაიცვალა. მართა მარტო დარჩა. წლებთან ერთად კი მის გარშემო სამყარო სულ უფრო უცხო ხდებოდა. უფლებები ქრებოდა. ქალაქი, რომელსაც საკუთარ სახლად მიიჩნევდა, ნელ-ნელა მისთვის იკეტებოდა. 1953 წლისთვის მართა ლიბერმანი 85 წლის იყო. იმას აქში, როდესაც ადამიანს სიმშვიდე და პატივისცემა ეკუთვნის. მაგრამ 1953 წლის მარტში მან შეიტყო, რომ დეპორტაციას უპირებდნენ. 85 წლის ქალი, საკუთარ ქალაქში, საკუთარ სახლში, რამდენიმე საათით ადრე სანამ ის წასაყვანად მივიდოდნენ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დღეს მისი სახელი ისევ ბერლინის მეხსიერების ნაწილია. ეს არის შეხსენება იმისა, რომ კულტურა, განათლება და წარმატება ვერ დაიცავს საზოგადოებას თუ ის ადამიანურობას დაკარგავს.